ჩემთვის დილა მშვიდობისა, ანუ ჩემი დილა. კვირა დღეს გუშინ ვერ მოვახერხე გამოძინება. მე რატომღაც მაინც ადრე გამიგვიცა. მოკლედ ჯერ დილის რუტინაც არ ჩამიტარებია. ძალიან ბევრი საფიქრალი დაგროვდა. ეს ზუსტად მაგიტომ არ მინდა და არ მიყვარს ბევრი ფიქრი. იმიტომ რომ არ ვიცი როგორ დავიწყო, საერთოდ როგორ გითხრათ ყველაფერი. მოკლედ, ხო ვიღაცას სიტყვა მოკლედ აღიზიანებს. მე მოგადიეთ, მაგრამ ეს ჩვევა მაქვს ესეთი, ამ ბოლო ხანებში გამოვასწრებ, არ არის მგონი პრობლემა. ერთი სიტყვით არ მოეწოდებათ, მოკლედ, ჯობია მოკლედ თქვა. კაროჩი. საერთოდ ზოგადად მე ვარ ის ადამიანი, რომელიც სულ სიმართლეს მაქსიმალურად ვცდილობ, რომ სიმართლე ვილაპარაკო. და მე ამ სიმართლეს მოყვება ხოლმე ალიაკოთი. მაგრამ დავფიქრდი იმაზეც, რომ მე რაღაცეებს არ ვლაპარაკობ და რაღაცეებს არ ვსაუბრობ, ხალხს არასწორი შთაბეჭდილება ექმნება. და აი რო იტყვიან კონტენტი ამოგდებული რაღაცები და ნუ მოკლედ სურათი ისო სხვა იქნება, ვიდრე უნდა იყოს სინამდვილეში და ჩანდეს, ხო? რა არის, იცით, არის ისეთი რაღაცები, რასაც აი ეგრეთ წოდებული ნუ არ იკადრებს ადამიანი და არ არის მიღებული და მოკლედ რა ეს სტერეოტიპები და ჩარჩოები, ხო? მაგრამ გადავწყვიტე რაღაცეები დავარღვევ, არა იმიტომ რომ მე წარმოვაჩინო ჩემი თავი, რომ აი ესე და ისე, არა. ვფიქრობ, რომ არ არის სწორი მე რომ არ ვლაპარაკობ იმას, რასაც თქვათ, რაც ხდება, რასაც რეალურად ვფიქრობ, ანუ ძირითადად ვამბობ ხოლმე, მაგრამ აი ხო ვამბობ რაღაცა, რომ არ ვამბობ ის მე კონტექსტიდან ამოგდებული რაღაცა არ ქმნის სრულ სურათს. ჯერ მივხედო ამ ჩემ სახეს. ხოდა ძალიან არ მინდა, მაგრამ რას ვიღებ. არა იმიტომ, მეგობრებო, რომ თქვენ გაჩვენოთ ყველაფერი და ყველაფერი. ანუ ხო არის ნათქვამი, ყველაფერი არ ითქმება, ყველაფრის თქმა არ შეიძლება. აი რატო არ შეიძლება? მე არ მესმის, აი რატო არ შეიძლება? ის თუ შეიძლება, რომ ადამიანებმა, ზოგიერთებმა ჩემ არაკეთილმოსურნეებს, ანუ მეგობრებს რომ ეძახდი და ჩემ არაკეთილმოსურნეებთან რომ ძალიან დამეგობრდნენ და ასე და ასე შემდეგ, ამას დავანებოთ თავი. ბევრი რამე არის ისეთი. საწყენია თქო უკვე ვეღარ ვიტყვი, მართლა აღარ მაქვს ეგ ის, რომ ტუალეტში ხო არ იყო კატა ერთი წამი, ხო? ვერ გავიგე, მაგრამ აეროზოლი გავასხი. ხანდახან არის ხოლმე
შეიძლება კატებსაც აქვთ ეს არ ვიცი, მოკლედ. ხო, ღალატი ეს ისეთი თემაა, ქართველებს როგორც ჩანს სისხლში გვაქვს თურმე. ფულის სიყვარულიც ასევე. ბევრს ალბათ ისეთი წარმოდგენა აქვს, რომ მე მიყვარს ფული. მე არ მიყვარს ფული. არ მიყვარს როგორი დათქვავია, იცით? მჭირდება ხოლმე უბრალოდ რაღაცებზე, თორემ მე რო ფული მყარებოდა, მაშინ ისეთი ხელის მთხოვნელები მყავდა ახალგაზრდობაში, რომ ნებისმიერი იოცნებებდა და ქალებში ნადირობა რო იყო გამოცხადებული ესეთ კანდიდატებზე მოკლედ. ხო, მაშინ გავყვებოდი ესეთებს, ხო, ცოლად. მე არ ვიცახი, შეძლებული, რასაც ქვია მდიდარი. ხო, და მე რო ესეთი ფულის მოყვარული ყოფილიყავი, ეხლა ვიცხოვრებდი, რა ვიცი მე. ეხლა ვიღაცა იტყვის, რატო არ გააკეთე? შენი მომავლისთვის და ასე შემდეგ. არ ვიცი, შეიძლება ძალიან ძველმოდურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ან ძალიან რომანტიკოსად მე მეჩნია, რომ ვერ ვიცხოვრებდი ადამიანთან, თუ მე ის ადამიანი როგორ თქვა, გულწრფელად არ მიყვარს, არ ვიცი, შეიძლება ვიღაცას შეუძლია ფულის გამო დახუჭოს ბევრ რაღაცებზე თვალები, მაგრამ მე არ ვარ ეს ადამიანი და სიყვარულით და გრძნობების გარეშე მე ოჯახს ვერ შევქმნიდი რა, ყოველ შემთხვევაში რა, ეს ისეთი სიწმინდეა, არ შეიძლება იყოს ტყუილზე აგებული და როცა ახლა მას არ ვიძახი, რომ ის ადამიანი როგორც ადამიანი შეიძლება მიყვარდა, მაგრამ ანუ როგორც ხვდებით ხო რა, რასაც გულისხმობ. როგორც საწინააღმდეგო სქესი, არ გამოვიდა. ხო, ეს რაც შეეხება იმაზე, რომ მე ვიღაცა ისეთი მართლა აცი ყველაფერზე ვილაპარაკებ და ყველაფერს მოგიყვებით ხოლმე. როგორც არ უნდა ცუდად ჩანდეს, დავიღალე. რატო უნდა დავმარხო ჩემ ფიქრებში და ჩემ გულში, მეც გამთავისუფლდები. და თქვენც უფრო რეალურ სურათს დაინახავთ ყველაფრის. ესეთი ამბები. არ მიყვარს მეშანი ადამიანები. აი ურთიერთობენ შენთან რაღაცის გამო, ან რაღაცაში სჭირდები. მოკლედ. ეხლა საიდან დაიწყო ეს ყველაფერი და რატომ გავბრაზდი? გავბრაზდი ხო, იმიტომ რომ გუშინდელი საღამო იყო, გუშინდელი საღამოს მერე, აი ერთი და იგივე ფიქრი მიტრიალებს თავში. აი რო არ მეშვება. მოკლედ რა მოხდა? ჩემო პატარა დაიკომ აჩუქა სოსოს დაბადების დღისთვის თანხა. და დედაჩემმა ჩაურიცხა, დედაჩემს გამოატანა რა. და დედაჩემმა ჩაურიცხა, ჩაგვირიცხა რა, ჩემ ანგარიშის ნომერზე ჩარიცხა.
50 ლარი. აღმოჩნდა. ანუ გუშინ გებულობ ამას. აღმოჩნდა, რომ 100 ლარი უჩუქებია ჩემ პატარა დაიკოს ნინოს სოსოსთვის. სოსოს დაბადების დღის საჩუქარზეა საუბარი, ანუ. და ნახევარი ჩარიცხა და გუშინ მეუბნება დედა ჩემი, რომ მერე მოგცემო. არ ვიცი, მეგობრებო. სოსო ვერ მიხვდა ჯერ თავიდან ამაზე ლაპარაკი რო იყო რაღაცნაირად არ მიაქცია ყურადღება ბავშვებს ახაც ეთქვა. როცა არ აინტერესებთ რა იმე ყურადღება გაფანტული და მე რომ გაიგო იმდენად ნაწყენი დარჩა რომ ესე თქვა რომ საერთოდ ხმას არ გავცემო ანუ ბებია ჩემს ხმას არ გავცემო თუ ანუ როგორ კაც უნდა გამოასწოროსო რა ეს ისო მოკლედ რა მოხდა დაჭირდათ არ ვიცი მე რაში დაუკითხავთ ანუ ეკითხათ მაინც ხო მაგრამ როგორც მივხვდი არ უნდათ ხა ეტყობა თავი დაემცირებინათ ალბათ ესეთი სამეცნიერება შემეხვდა და დაუკითხავთ, ასე ვთქვათ, გამოიყენეს ის თანხა და ეხლა როდის დაუბრუნებს თან როგორი რაღაცა იცით ახლა ეხლანდელ დროში 100 ლარი უკვე აღარაფერი არ არის რა მართლა იმიტომ რომ ისეთი ფასებია არ ვიცი ახლა როგორ გითხრათ მაგალითად ამიდორი კიტრი და ეს 6 ლარი 7 ლარი და ესეთი ფასები რო ექნება და ну, ხო ხვდებით. მოკლედ 10 კილოგრამი პამიდორის ფული რო 60 ლარი გამოდის, ან 50 ლარი. ძალიან ისეთი გაუფასურებულია რა და რაღაცის, ანუ საჩუქარი რო სული ქონდოდა სოსოს რო თქვათ მეყიდა იმ ფულით. იქნებ უნდა და რაღაცა დაუშვათ 80 ლარიანი 100 ლარიანი ხო და ისეთი ფასებია ხო გეუბნებით ახლა შეიძლება ჯინსებიც კი ვერ იყიდო ადამიანმა ხო მოკლედ რაზე ვილაპარაკო ახლა ძალიან ბევრი უმამოდ იზრდება ბავშვი და ქვეყანა რაღაცა ჭირდება და საჩუქარსაც რო გაუჭრიან შუაზე და მოკლედ ამაზე მაქვს საუბარი და მსგავსი ძალიან ბევრია მეგობრებო აი ძალიან ბევრი ჩვენ ცხოვრებაში ესეთი სამართლოდ მოპყრობა ჩვენ დამი ხო და გუშინ ჩემ მეზობელი მეუბნება ძალიან შეწუხდა ძალიან გაუკვირდა გაუგმდა და რას ამბობ მე ჩემებიო პირიქითო ყველანაირად ხო მეთქი ესეც უნდა იყოს მეთქი ანუ ოჯახის წევრები მხარ უნდა ედგნენ გვერდში. განა არ მიდგას ახლა ვანდა განსაკუთრებით, მაგრამ ახლა ისიც არ მომიყოლია თქვენთვის. ადრე ორნებით შევიწყებდი მუშაობას და ბავშვი ჰქონდა დამეტოვა სახლში მარტო. მახსოვს რამდენი მოყვა ისეთი კომენტარები რა მოხდა დიდია დატოვე გეგონებათ ახლა ჩემ შულს ჩემზე უკეთესად ვინმე იცნობდეს და ну, ფიქრობ ესეთი ადამიანები აგრესიულად განწყობილი, ყველაფერ საძაგლეს დაწერენ რა. მაგრამ მოკლედ ის რომ დედა ჩემი რჩებოდა ხოლმე სოსოსთან, ამაში მომთხოვა ანაზღაურების გადახდა. ანუ ბებია მომთხოვა რომ ჯერ ახალფასი მქონდა ურნაბიჯი და ანუ ყოველ დღის დამიანგარიშეს ნუ რაღაცა შეღავათიც გამიგდეს ნუ სადღაც 200-300 ლარი უნდა გადამეხადო მოკლედ ესეთი რაღაცები ნუ ახლა ვიღაცა იფიქრებს
გეხმარება. კი. მეხმარება ვფიქრობ უფრო იმიტომ, რომ ესეთი შთაბეჭდილება შემექმნა უკვე, რომ მაჩვენოს, რომ აი მე შენთვის საჭირო ვარ და მოკლედ რა. ალბათ ბევრი ვერ წარმოიდგენს ესეთ რაღაცას, მაგრამ იმიტომ მეუბნებოდა მართლა ნაშვილები ხო არ ახარო, ანუ ნაშვილები რა ყოველ შემთხვევაში, ნუ ესეთი აეჭვები მქონდა, ანუ დედასთან მართებაში ადრე ვიდეოშიც ვთქვი, რომ რაღაცა თან ისეთი მომენტები მახსენდება ბავშვობიდან, მაგალითად მე სოფელში მეზობელმა რო უთხრა, ეს შენი გერიაო, დედაჩემს უთხრა, ეს შენი გერიაო ჩემზე. და მაშინ არ ვიცოდი გერის, ანუ სიტყვა გერის მნიშვნელობა და არა, ესო შვილს ნიშნავსო თუ რაღაცა. ნუ მოკლედ, მერე ჩემი კლასელის დედამ თქვა ესეთი რაღაცა, შენც ხო ნაშვილები ხარო? მე მითხრა, ნუ რაღაცა ესეთი, მაგრამ ნაშვილები რა ეხლა მამა ჩემის კოპიო ვარ, მე უფრო ვფიქრობდი, რომ აი ზუსტად როგორც იქ სოფელში თქვა იმ კალმა, გერი, ანუ რას ნიშნავს, რომ დედა გაყვა მამა ჩემს და ნუ ზოლუშკა ვარ. ნუ ესეთი, ახლა ღმერთს არ შევწოდავ, რაც არ ვიცი ბოლომდე და ზუსტად არ ვიცი, იმას ვერ ვიტყვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემი ამხანაგებიც, ანუ ცხოვრებაში ვინც მომყვებოდა მეგობრები და ამხანაგები და ქალები, მაგაცები, მოკლედ ყველას მსგავსი ეჭვი გასჩენია, რომ მე ყოველთვის განსხვავებულად მეკცეოდნენ ოჯახში, ვიდრე ჩემ და-ძმას რა მოკლედ. ხო და ნუ ესეთი ამბავი რა. ხო იმ დღეს თხოვე დედას რომ მეთქი მთელი დღე რო სახლში არ ვარ, თქო, იქნებ ხანდახან გამოუვაროს ოსოს მეთქი და ან სადილი მოუმზადო, თქო, ან წამოუღო რამე გამზადებული თუ გექნება, თქო, ასე ვთქვათ, სადილი. იმხელა მიყვირა მეგობრებო და იმხელა მეჩხუბა აქეთ დამნაშავეთ მაგშტომი და თავი რატო უთხარი საერთოდ ესეთი რაღაცა. ნინოს, ანუ ნინოსთან თბილად არის, კარგად არის, მოკლედ ძალიან მიყვარსო ნინოს, ანუ შვილიშვილების გასვლა, ხო? შვილების გასხვავებაზე. ყოველთვის ქონდა ეს დედას და აქვს შვილების გარჩევა. ყველაზე მეტად ყოველთვის ნინოს ექცეოდა კარგად, უფრო მეც უკეთებდა და არასოდეს ახლა მე დავანდას არ მქონია ის მომენტი, მაგრამ ერთხელ უსამართლობის გზნობის ის გაგვიშთა და უბრალოდ შეკითხვა დავუსვი, აი ჩვენ რა დაგიშავეთ, ანუ ჩვენ რატო არაფერს არ ისე არ გვექცევი როგორც ისა, მაგრამ ნუ ადამიანია და ბუნება რა, თურმე ყოფილა ესეთი რაღაცა მე არ ვიცოდი რომ თურმე დედა შეუძლია შვილები გაარჩიოს. მე რომ მკითხოთ, აი ჩემთვის ნიკაც და სოსოც ერთია გრძნობებით, ანუ ვერ გამოვარჩევ რა. ის კი არა, რამდენი გული მატკინა ჩემმა უფროსმა ბიჭმა, საერთოდ რომ არაფრად არ ჩააგდო ჩემი რჩევები და ისა და თავისი იმას ხო გააკეთა, ხო გული მეტკინა თავისთავად ახლა შობელს რო თავზე გადაახტები და ხო იცით შობლის წინ მორბენალი კვიციო თუ როგორ არის. ხო და მიუხედავად ამდენი წენის და იმისი, რას ლაპარაკობთ, როგორ არ ეს როგორ შეიძლება შეგეცვალოს ადამიანის ის გრძნობა და სიყვარული. არ ვიცი, აი როგორ, ანუ თქვათ დაუშვათ, რომ ჩემი საქციელიდან გამომდინარე ამითვალისწუნად, ხო, მშობელმა დედამ რა სისულელეა. რაც არ უნდა ჩაიდინოს შვილმა, მშობლისთვის შვილი შვილია. მე ესე მგონია, რა ვიცი, ნუ ახლა მოკლედ ესეთი ამბები. ხო და ნუ ჩემმა შვილმა რა არჩევანიც გააკეთა, კი იცით, მე ვფიქრობ, რომ რაღაცა ისეთი მოეცადეთ, ჯგუფი ყოფილა, იქ გაიცნეს ერთმანეთი.
მგონი სულიერად ავადმყოფების ჯგუფიო თუ რაღაცა მაგდაგვარი რაღაცა იყო. ანუ პრობლემები რო აქვთ რა, აი სულიერად დაავადებულს რა ქვია? მოკლედ, აი ესეთი რაღაცა ის იყო რა, ჯგუფი, სადაც შველას ითხოვდნენ, თუ რა ვიცი, მე საიდან მოხდა ჩემი სულელი შვილი კიდე მანდ არ ვიცი. ხო, Facebook-ზე ბრძანდება ეს გვერდი. всё, მორჩა დღეიდან. დამახინჯებულ სიმართლეს აღარ ვიტყვი. ანუ რას ვამბობ, აქამდეც, ახლა სიმართლეს გეუბნებოდით უბრალოდ, აი ის რაც ესეთი იყო, იმის გარეშე და გამოდიოდა, რა ვიცი მე, რაც გამოდიოდა კი ხედავდით და აჯაბსანდალი გამოდიოდა, აცი ყველაფერს. პირდაპირ ესე ვიტყვი. როგორც არის, რაც არის. მეც ადამიანი ვარ. ჩემი შვილიც ადამიანია და ჩვენც გვაქვს გული და ემოციები და ჩვენ შეიძლება რაღაცა გვეწყინოს და ასე შემდეგ. მოკლედ, აწი, всё, დღეიდან ესე იქნება. შელამაზების, შეფერადების გარეშე ყველაფერს გაიგებთ ჩემგან. რა იქნება და როგორ იქნება. ესე. ხო, იმიტომ ეს მე ეს მითხრა მეზობელმა რა, ეს ამბავი რო გუშინ გაიგო, რაღაცნაირად ისე დავიჩივლე, ხო, მეც ადამიანი ვარ, ეხლა იდეალური არავინ არ არის და მეც მაქვს ჩემი ისინი რაღაცა მინუსები და პლუსები, ხო, ანუ მეც მაქვს ჩემი, რო იტყვი, ანუ რუსულად погрешности, ხო? მაგრამ ის მითხრა, რომ იმიტომ არის ეთყობაო, რომ უფალი წყალობსო და ასე ვთქვათ, ღმერთი ფარველობსო რა. რომ მოკლედ შენო ხო, ანუ ეგეთი რო არ ახარო რა და უანგაროდ, აი სიტყვა უანგაროდ რას ნიშნავს? ბერმა იცი ის, არ ვიცი, იცი ის უანგაროდ, ანუ როცა არაფერს არ მოელი და როცა აკეთებ სიკეთეს. და თან სიკეთეს რო აკეთებ, ანუ ნახეთ, როცა კამერების თვალწინ სიკეთეს აკეთებენ, რას ნიშნავს ეს? ესე იგი შენ რას მოელი ხალხისგან ოვაციებს, ხო ეგრეა? რომ აი მე სიკეთე გავაკეთე. ანუ ეს უკვე აღარ არის სიკეთე. ის აი ვინც ასე აკეთებს სიკეთეს, ჩათვალეს რომ ღმერთის თვალში აი თითქოს არც არაფერი გაუკეთებია, უფრო მეტიც დააშავა. ხო და იმიტომ არის ბიბლიაში ნათქვამი, ანუ ერთი ხო, ანუ სიკეთე ისე უნდა კეთდებოდეს ჩუმად, არავინ არ უნდა გებულობდეს, ხო? ხო და, ეხლა მეც მქონია, ეხლა ხანდახან მithქვამს, რომ აი ესე გამიკეთებია რაღაცა, მაგრამ რაც რამდენიც არ მithქვავს, იმდენი სიხარული მე და სოსოს და ჩემ უფროს ბიჭს. იმდენი სიხარული. მოკლედ ესეა. და მე ეს პაკაზუხა ხალხი ძალიან მაღიზიანებს და მაგრამ თავიანთი ცხოვრება თავში ქვაუხლიათ ვისაც რა უნდა ისაკეთოს. ხო, ანუ მე კი მაღიზიანებს, ანუ მე ჩემ აზრს გეუბნებით. იმიტომ რომ მადლი არა აქვს ესეთ ხალხს და არც ექნება 100 წელი. ეს დღის კრემი წავისვი ცოტა. გუშინ ღამე ისა ღამის კრემით ხანდახან მავიწყდება ხოლმე, ნახეთ თმებით შესაღები მაქვს მეგობრებო. სამსახურში რაღაცას მივარტყი თავი აქ, ცოტა გამჭრია და ეხლა ვნახე, ეხლა შევამჩნიე. არა, თავი რო ოდნავ მეტკინა ეგ ხო. ამ ბოლო ხანებში არ ვიცი, გრძნობელობა მაქვს დაქვეითებული. სოსო დამცინის ხოლმე შენეთყობა ადამიანი არ ხარო, იმიტომ რომ ცხელს რო ვკიდებ, ანუ ქვაბს ან რაღაცას ხელს არ გეწვისო ხელი და მართლა არ შეიძლება ის გაუხეშებული რომ აქ ხელები ეს ძალიან ის მქონდა კიდე. უი, მართლა გითხრათ მეგობრებო, ეს დუშკელი ხო ვიყიდე. გითხარით, არა არ მithქვია.
Avon-ში გვერდზე როა ჩვენთან მაღაზია Avon-ი, ანუ სამსახურის გვერდზე. სხვათა შორის ზუსტი მისამართს გავიგებ და გეტყვით, ძალიან კაი ქალია. იმაზე დაბალ ფასებში ყიდის, ასე ვთქვათ, Avon-ის პროდუქციას, ვიდრე სხვები. მე ესე მგონია, იმიტომ რომ Avon-ში ვმუშაობდი, ანუ ვიყავი ახლა. ვიყიდე მეგობრებო, ისა დუშკელი. თან დიდი არაა ეს საშუალება, იმიტომ რომ იმ მომენტში არ მქონდა იმდენი საშუალება. მოკლედ რვალარად ვიყიდე ის დუშკელი, რაღაცა ტროპიკული ის არის მოკლედ და ეს მომცა საჩუქრად. და მითხრათ, ეს არის ხელის ელექსირიო. წარმოიდგინეთ, იცით როგორ გამიხარდა თან მეთქი თან ახლა როგორ ჭირდება მეთქი ახლა თითები ისეთ დღეში მქონდა. აი ესეთი ის არის რა ქვია ჭუბიქს როგორ ქვია ქართულად. ხო და შია თუ მოკლედ მაგის იმაზეა დამზადებული, ძალიან კარგია, მოკლედ ხო თან ესე თქვა ხელების ელექსირიო და მართლა ელექსირია, იმიტომ რომ ხელები აღმედგინა აქ ხო ეს კატამ რომ მომკაცრა ეს ჩემი მალამოწავისი გუშინ დამავიწყდა ამასია წამესვა და ცოტა გამიზეს და თან წყალში რომ აქ წარა, მაგრამ მოკლედ ხო და ესეთი ამბები მეგობრებო, ვისაც არ მოგწონთ ჩემი ვიდეოების ყურება, ან უბრალოდ აი ჩასაფრებულები მიყურებთ რაღაცა ისა ძალიან გთხოვთ თავს ჩაიყენებთ ისეთ სიტუაციაში რომ მე კარმა დაგიბრუნდეთ და ჯობია არ შემოხვიდეთ ჩემ არხზე, იმიტომ რომ მე როგორც გრძნობ და ვატყობ არიან ესეთებიც და თქვენ არ ვიცი რა პრინციპებით ცხოვრობთ და რა აზროვნებით ცხოვრობთ. ყოველ შემთხვევაში მე რასაც ვაკვირდები ამ ბოლო ხანებში, ხალხის უმრავლესობა უყურებს სურათს და არა შინაარს. ანუ რომ მეუბნებიან ხოლმე, რა კარგად გამოიყურები. დიდი მადლობა, მაგრამ მე აქ საპრანჭიაოდ და საკეკლუცოდ და მაპატიეთ და საცანცაროდ არ მოვდივარ. მე მოვდივარ რაღაცის თქვათ ინფორმაციის მოსატანად, რაღაც ამბის მოსაყოლად და ასე და ასე შემდეგ. კი, ახლა ზოგადად ცოტა ისე უნდა გამოიყურებოდი ადამიანი, თუმცა ხანდახან ესე ახალგაზრდები. ვლოგერობა არ არის ის, რომ როგორც დიქტორი დაждე ეკრანთან და ესე ილაპარაკო და გაპრანჭული და გაშპაკლული იყო და ასე შემდეგ. ეს ცოტა სხვა რაღაცაა, მე კიდე არ მაქვს იმდენი საშუალება, თორე გატარებდით ყველგან, სადაც დავდივარ ახლა. ჩვენთან არის ისეთი ის, რომ იქ კადრში და მე უნდა ამონტაჟო, მოკლედ მიხვდით ხო, გამოჩნდა არ გამოჩნდა, მოკლედ მაგის ნერვები არა მაქვს ახლა და მოკლედ ესეთი ამბებია, რამდენი მოკლედ თქვი მე თვითონ შევწუხდი უკვე. გუშინ ესე დავისვენენ. ვანდა ვნახე, ცოტა ხნით ვიყავით, ცოტა ხნით გავჩერდით, წამოვედით. ვიყიდე რაც მქონდა ჩაფიქრებული, მოკლედ, კიდე მოკლედ ხართ ჩემ. ესე იგი, შამპუნი, კბილის პასტა, საპონი, მაჩალკა. კიდე შლანგი ვიყიდე მართლა, ხო? სარწყის მანქანის შლანგი, ოდნავ გამოვწია, ეხლა ადგილი მაქვს აქ. ონკანთან მისასვლელი. გუშინ დავაყენე შლანგი, დაჟე იმაზე გრძელია, ვიდრე ჭირდებოდა 3 მეტრიანი. 12 ლარად ვიყიდე. ხო და გამოვწია, ეხლა ასე ვთქვათ, უფრო იქით მხარეს არის, რა ქვია, მაცივრის მხარეს და აქაც ადგილი არის. სამოძრაოდ რო ჭურჭელი ნორმალურად დავრიცხო ხოლმე. ხო და ესე მეგობრებო, ყველაფერი კარგი იქნებოდა, ცხოვრება მართლა მშვენიერია და ლამაზია და ყველაფერი. ადამიანები რო იყვნენ ნორმალურები და რატომღაც ისეთი მაქვს, რომ მართლა ის არის რა,
ბოლო პერიოდია რა კაცობრიობის, იმიტომ რომ იმდენად გაიღწნა და გაფუჭდა ადამიანობა დაიკარგა ეს რა ეს წყალი ხდებოდა იმას კედელს და ეს ხო ის არის გიფსოკარდონია გაშპაკლური და ის შპაკლი იმას რაჩი ჩამოწვიდა ცოტა ხო და მაგას ვიძახი რომ რაღაცა მარტო ქართველებზე არ მაქვს ლაპარაკი ზოგადად ხალხი ძალიან არ ვიცი შეცვლილია რომ რა კუთხით იცით აი ზუსტად ის რასაც რაც ანუ როგორ ვთქვათ ადამიანად ქმნის აი ის არის დაკარგული ცხოველური ინსტინქტები აქვთ წინა პლანზე წამოწეული ანუ ნახეთ ესე იგი ქალები სულ ესე იქცევიან რაღაცა ის გეგონება ეს ბრაშნი ცეკვებს ცეკვავენ ეს ცხოველებმა რო იციან ხო იცით რაღაცა ყველას თავისი ის აქვს ზოგი ესე უბერავს ზოგი ნუ კაცებისთვის ხო ეს ისეთი რაღაცა არას ქვია ამის გარეშე ცხოვრება არ არსებობს ჭამა და სექსი როგორც იმ ფილმი ტყუილა კი არ გადაიღეს მართლა ესეა ანუ ეს არის აი დაბიო ძალიან დაბალი დონის და ესე არის 99% მე მგონი ის 90% ხელზე ჯავაზათვლელი ხალხია მე მგონი ვისაც სხვა პრიორიტეტები აქვს და სხვა ღირებულებები აქვს ცხოვრებაში და უფრო სულიერზე უფრო მეტად ფიქრობს და ცხოვრება სხვაგვარად აქვს ასე ვთქვათ წარმოდგენილი მოკლედ აი ეს არის რა გარყვნილება და გაფუჭდა ხალხი მე ვფიქრობ რომ ეს ზუსტად იმის შედეგია რომ ნუ თავისთავად ვიღაცებმა როლიც შეასრულეს იმისთვის რომ რელიგიას ჩამოშორებოდა ბევრი და ტვინი აერიათ და 1000 სისულელები გამოეჭყიბათ ადამიანები ეტაპობრივად ესე უცბად კი არ ახალეს ყველაფერი ხო და ესე ასე რომ წინ არის ყველაფერი არავის არ ვაშინებ მეც ძალიან არ მომწონს და არ მინდა ესეთი რაღაცები მაგრამ ვატყობ რომ ესე იქნება იმიტომ რომ გარდაუვალია მსგავსი რაღაცები ესე ღმერთი არაპატიებს კაცობრიობას აი თქვენც ესე გაქვთ მეგობრებო აი აქ რაღაცა ვთქვათ ესე რომ მოიფხანოთ შუბლზე ან წარბის გაკეთებს ქალებს მიმართ აი ეს ცემინების ის რეფლექსი გაქვთ ანუ წარბთან და შუბლთან დაკავშირებიდან აი აქ თმა ვთქვათ რომ იმას ეგრევე ესე იგი თვალები მიცრებლიანდება ან მაცემინებს ან მოკლედ რა გადასცემს რაღაც ხო რას მიგავს ეს თავზე პალმა არა პალმაც არ ქვია კაცო პალმა ესეთია ესეთი ხო ბუჩკი დღეს რა მაქვს გეგმაში რა მაქვს დღეს გეგმაში გუშინ ღამე დავწმიდე იატაკები ქლორით მე ხო ქლორის ისა მაქვს მიყვარს რა მოკლედ და რატომ მიყვარს ჯერ ერთი რომ ჩემს სახს ჭირდება ორი კატა რომ მყავს და იმაშვები დეზინფექციის ამბავში ადრესუნი არ მიყვარდა მაგრამ ამ ბოლო ხანებში ვიძახი სადაც 10 წელი და ბოლო ხანები 10 წელი ის იმიტომ რომ მე თვითონ არ ვარ პატარა და ბოლო ხანებს ვიძახი 10 წლის დიაპაზონი ხო და ეს ბოლო 10 წელი ძალიან მიყვარს ქლორის სუნი ზოგი რო იძახის რომ აი მე ცუდად არ გახდე რას ამბობთ ასე მგონია იმას რა ქვია დეზინფექციას კიდე სუნთქვით იმაშიც ვიტარებ ხო და ესე გუშინ სოსომთხოვა არ წვი მინდაო ხო ერთო როგორი გატოტოცებულია ხალხი არ მქონდა ეხლა ბევრი საშუალება იმისი რომ კილოგრამი მეყიდა და რაღაცა და ის
4 ლარის, ანუ 8 ლარი დამიფასე და 4 ლარის, ანუ 9 კილო მინდოდა. ხო ვიდექი, ეს სასწორები ხო სადღაცას იქით კილომეტრში აქვთ, მაგრამ დავინახე 3 რაღაცა. ის რაღაცა შეიძლება 99 ყოფილიყო, მაგრამ მე ისეთი ადამიანებიც ვიცი, რომლებიც აქეთ კიდე ცოტას დაგიმატებენ და ისე გამოგატანენ და ღმერთი გაახარებს ესეთ ხალხს. არა, რას ამბობთ, რას დაგიმატებენ, აქეთ იმას ფიქრობენ, როგორ მოგაკლონ, სასწორები თავის ჭკუაზე აქვთ მოწყობილი. ხო და წამოვღე რა ცოტა მაწვი, ეხლა ის ცოტა გადარჩა იქ. აი ეს მარწვე. დღეს ალბათ კარტოფილში ვწვავ. ხო და რა ვიცი, აი ესე ვალი ჯერ ბოლომდე არ მიმიცია. მოკლედ პური ვერ მიყიდია ისე რომ არ შემახსენონ. თან განა ისე რაღაცას ტოვებ ახლა ცოტას, რაც შემიძლია ხოლმე ხომ თვადისებში ერიხარ და დავსვავ ბავშვს. ხო, ხანდახან ყოფილა რომ სამსახურიდან რასაც ჩვენ მივირთმევთ იქ ჯამედია კონტეინერში და ბავშვთვის ამომიტანია. მაგრამ ხანდახან ისეთია სადილი რომ ვერ წამოიღებ რა კონტეინერით მოკლედ. ცხელი მწვნიანი არ რაღაც ეგეთი. ხო და ესეთი ამბები მეგობრებო. ერთმა ყველა კეთილი ადამიანი კარგად ამყოფოს, ჯანმრთელობა მისცეს, სიცოცხლე მისცეს და ყველაფერი სიკეთე მისცეს და ისინი კიდე ცოდოები არიან. ხო. ფიქრობ ყველაფერი გენებზეა, გენეტიკაზეა, რამდენად ან მოყვება ადამიანს ის ღერძი. მე რამდენჯერ მithქვია რომ აი შევიცვლები ესეთი გავხდები, ისეთი გავხდები. არა მეგობრებო, რაც ხარ ის დარჩები, ვერ შეიცვლები. ანუ თუ აი მართლა სიდებილემდე კეთილი ხარ, დარჩები სიდებილემდე კეთილი. და ესე იქნება. მე რაც არ უნდა ვიძახო რომ აი ესეთი მკაცრი ვიქნები. მიცდია, განა არ მიცდია. მე აი აქ არ ამოდის, რას ქვია. გული მტკივა ხოლმე ეს როგორ არ შემიძლია. ჯერ ხო თავსაც ვავნებ, იმიტომ რომ როცა არ გიდევს გენეტიკურ კოდში ერთი რაღაცა ვერ ვიზამ. მაგრამ ზოგს გენეტიკურ კოდში უდევს სხვისი გაბრაზება, გამწარება, მოშხამვა, რა ვიცი და თავს კარგად გხსნებენ ეს ისეთი ნათქვამია. მერე რომ ეს კარმის სახით უბრუნდებათ, ეგ უკვე ცალკე თემაა, ცალკე კი არა მთავარი თემაა. მოკლედ რეები ვიბოდიალე, ვინც და გამოიტანეთ აზრი, დამიწერეთ კომენტარები და ესეთია ჩემი დასვენების დღე. თმებს ჯერ ვერ შევიღებავ, იმიტომ რომ არ მაქვს ჩემთვის ახლა 5 ლარი, რომ ვიყიდო საღებავი. იყოს არაუშავს მაინც თავსაფარი მიკეთია სამსახურში და მაინც ვირივით შრომობ 12 საათი დღეში და შაბათ-კვირა სახლიდან ჯობია არ გავიდე, არ გავიდე იმ გაგებით რომ გამოვიცინო რაცა თორე ბავშვი მეწოდება როგორ უნდა გავიდეს ბავშვი ჰაერზე. დღეს ხო არ გავისეირნოთ თქო, ფიქრობ სადგინა გაისეირნო კაპიკოთ და უფულოთ. ესეთი ამბები, ისე ფეხები მაინც გავასეირნოთ. და ჩემი მეუბნებოდა ხოლმე ყოველთვის. გაიყვანე ბავშვი, გაასეირნე. კაი, ხო, გავასეირნებ. ისეთ ადგილზე რომ გვეცხოვრე, სადაც უფრო ბუნებასთან ახლოს და რაღაცა, ხო, რო გადიხარ, ხო, მაღაზია იქ ნაყინი, შოკოლადი, ტკბილეული რაღაცა, ბავშვი მოუნდება რაღაცა. კაპიკი რო არ გიჩხრიალებს ჯიბეში, სად უნდა გაასეირნო? ქალაქში ცხოვრობ, მესმის სადაც ტყეში იყო და გაასეირნე სუფთა ჰაერზე.
ხო, ну, მოკლედ, ესეთი ბრძნული რჩევები კარგი იციან ხოლმე და კარგი თავა მეგობრებო, აღარ შეგაწყებთ ჩემი იმებით თავს. აწი ესე იქნება, ყველაფერს ვიტყვი, ყველაფერს ვილაპარაკებ, რასაც გრძნობ, რასაც ფიქრობ. ესე. კარგი თავა გაკოცეთ.